ვიცი დიდი რისხვა წამოვა ეხლა ჩემზე და შეიძლება ანათემაზეც გადამცეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ქართველი ერი ვერ ეზიარათ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ქრისტესას, მართლმადიდებლობას. სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არსებობს საზოგადოებაში. ვადიდებთ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ სატანას, ვლადიმერ ლენინთან ერთად იოსებ სტალინს. კაცმა, რომელიც ბრძანებითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მთლიანობის ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია მოხდა. გასხვისდა ჩვენი მიწები თურქეთზე, აზერბაიჯანს, სასომხეთსა და რუსეთზე. და არა მარტო საზოგადოების ნაწილი, არამედ ტაძრებსა და მონასტრებში ჩაბუდებული მღვდელმთავრები, რომლებიც მასზე ლოცულობენ. კაცმა, რომელმაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტაძრები და მონასტრები ბოსელად აქცია. აგო ყველაზე დამპალი იმპერიათა შორის იმპერია მსოფლიო ისტორიაში, ბნელეთის იმპერია, საბჭოთა ბოროტების იმპერია. და რომელიც ძალმომრეობაზე იყო აგებული, დაგვიხურიტა ქართული მხედრობის ყველაზე საუკეთესო ნაწილი 1922 წლის დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო მხედრობა. დაუმარცხებელი გენერალ გიორგი მაზნიაშვილი. მაგრამ მისი დიდება გრძელდება. მაგრამ თავარი ის არის, რომ როდესაც საქართველოს მოევლინა ღმერთისგან დედამიწაზე მოსიარულე მესია, ზუსტად გამსახურდია, რომელმაც დაუბრუნა ის ბოსელებად ქცეული ტაძრები და მონასტრები საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. განგმირა სტალინის მიერ აშენებული ბნელეთის იმპერია სიმართლის შუბით და აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მას დღესაც ებრძვით. მაგრამ თავარი ის არის, მან სიმართლის შუბით 10,000-ობით ბირთვული იარაღიანი სტალინის აშენებული სახელმწიფო სიმართლის შუბით განგმირა. და ეხლა შეიტანეთ და გამოიტანეთ თქვენი